კონვერგენტული ევოლუცია ასახავს პრინციპს იმუშავე ჩქვიანურად და არა მძიმე შრომით. რადგან გვაჩვენებს, როგორ პოულობს ბუნება კვლავ და კვლავ ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტებს. ხდება მაშინ, როდესაც სახეობები დამოუკიდებლად ივითარებენ მსგავს ნიშნებს, რაც ამ ადაპტაციების გამოყენების და ეფექტურობის მაჩვენებელი. მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ ეკოლოკაციის ჩამოყალიბება როგორც ვეშაპებში, ასევე ღამურებში და თვალების განვითარება მწერებსა და ძუძუმწოვრებში, მიუხედავად მათი შორეული ევოლუციური ისტორიისა. მსგავსება გველებსა და ობობასებს და ხვლიკებს შორის, რომლებიც ერთმანეთს 100 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ ჩამოშორდნენ. გვაჩვენებს, რომ მსგავსი ადაპტაციები სრულიად განსხვავებულ სახეობებითაც შეიძლება წარმოიქმნას. ეს ტენდენცია მრავალი სხვა შემთხვევითაც ვლინდება, სადაც თანამედროვე სახეობები საოცრად გვანან პრეისტორიულ ფორმებს. თითქოს ევოლუცია თავისთავად მეორდება. კონვერგენტული ევოლუცია განამტკიცებს იდეას, რომ განსხვავებულ ევოლუციურ გზებს შეუძლია ერთი და იგივე გადაწყვეტამდე მიგვიყვანოს, როდესაც სახეობებს მსგავს გარემოში უწევთ გადარჩენა. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ეხება იქთიოზავრებსა და დელფინებს. მრავალი ზღვის ცხოველი ივითარებს ჰიდროდინამიკურ ნაკადურ სხეულის ფორმას, მაგრამ ამ ორმა სახეობამ ეს უკიდურეს დონემდე მიიყვანა. იქთიოზავრებს ზოგჯერ მეზოზოურ დელფინებსაც კი უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეპტილიები იყვნენ. მათ 20-ზე მეტი საერთო ნიშანი ჰქონდათ: მსგავსი სხეულის ფორმა, წაგზელებულ თავის ქალა, მოკლე კისერი, გლუვი კანი და სავარაუდოდ მუქი ზედა და ღია ქვედა შეფერილობა. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მსგავსება ისაა, რომ ახალი მტკიცებულებები აჩვენებს. იქთიოზავრებს ჰქონდათ ქონი, უკიდურესად იშვიათი მახასიათებელი რეპტილებში, თუმცა გავრცელებული ზღვის ძუძუმწოვრებში, როგორიცაა დელფინები. ქონი ცივ წყალში იზოლაციასა და დაცვას უზრუნველყოფდა. მათი შინაგანი ორგანოებით საოცრად გავდა ერთმანეთს. როგორც იქთიოზავრებს, ასევე დელფინებს ჰქონდათ დიდი, ძლიერი თვალები, დაბალი განათებისა და მაღალი ცნების გარემოსთვის. მათი ცხოვრების წესიც თითქმის იდენტური იყო. მიუხედავად იმისა, რომ იქთიოზავრების დიეტა ზომის მიხედვით იცვლებოდა, უმეტესობა თევზებს და მოლუსკებს აჭამდა. თითქმის იგივე, რაც დელფინების რაციონია. ეს საერთო ცხოვრების წესი ალბათ ორივე ჯგუფს უბიძგებდა მსგავსად განეცადათ ევოლუციური ამოცანები. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით წლით იყვნენ დაშორებულნი. იქთიოზავრები პირველად ტრიასის ადრეულ პერიოდში გამოჩნდნენ და 90 მილიონ წლის წინ გადაშენდნენ. მათი არსებობის 150 მილიონ წლიან ისტორიაში მრავალი სახეობა არსებობდა და ყველა ერთნაირად დელფინის მაგვარი არ ყოფილა. თუმცა ოფთალმოზავრიდები ისე გავდნენ დელფინებს ფორმითაც და ზომითაც, რომ წყალში შეიძლება ვერც კი შეგემჩნიათ, რომ რეპტილიები იყვნენ. პირველივე შეხედვით ჩანს, რომ იგი ნიანგია, თუმცა რეალურად ასე არ არის. ეს არის უკიდურესი მიმბაძველი, სახელად ფიტოზავრი. არსება, რომელიც ნამდვილი ნიანგის გამოჩენამდე დაახლოებით 196 მილიონი წლით ადრე არსებობდა. ფიტოზავრები ეკუთვნოდნენ არქოზავროპულ ფორმებს კლასს, რომელიც მოიცავს ყველა იმ რეპტილიას, რომლებიც უფრო ახლოს არიან არქოზავრებთან, ნიანგები, დინოზავრები, ვიდრე ხვლიკებთან, გველებთან ან ტუატარებთან. ფიტოზავრებს და ნიანგებს შესამჩნევად ბევრი საერთო ჰქონდათ. დაჯავშნული სხეული, გრძელი ცხვირთათი, კონუსის ფორმის კბილები, დაბლა განთავსებული ფეხები და სპეციალიზებული კუდი, რაც მიუთითებდა ნახევრად წყლის ცხოვრებაზე. ეს ხატყობს, რომ ნებისმიერ ეპოქაში ნიანგის დიზაინი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფორმაა. მსგავსებათა გამო მეცნიერები ფიქრობენ, რომ ფიტოზავრებსა და ნიანგებს შორის ძირითადი განსხვავებები შიდა ანატომიაში იყო. ფიტოზავრებს არ ჰქონდათ ის მეორეული სასახსრე, რომლითაც თანამედროვე ნიანგები წყლით სავსეპირით სუნთქვას ახერხებენ. მათ უფრო ძლიერი ჯავშანი ჰქონდათ და უფრო პრიმიტიული წრივის ძვლები. ერთ-ერთი მთავარი გარენიშანი, რომელიც მათ აშკარად განასხვავებდა, იყო ის, რომ ფიტოზავრების ნესტოები თვალების ზემოთ ან მათი ახლო არეში მდებარეობდა, ხოლო ნიანგებს ცხვირის ბოლოზე. ამბულოცეტუს ვეშაპი თუ ვეშაპების წინაპარი ნაკლებად ცნობილია, თუმცა არანაკლებ საინტერესო მაგალითს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ის 47 მილიონი წლის წინ სრულად წყლის არსება არ ყოფილა, უფრო ამფიბიური ვიდრე ზღვის, ამბულოცეტუსი საკმაოდ გავდა თანამედროვე ნიანგებს ქცევით. მკვლევრების თქმით, ის ნადირობდა წყლის პირას ჩამალული, ელოდებოდა მსხვერპლს, წყალში გადაიყვანდა და უზარმაზარი ყბებით გლეჯდა. მას ასევე ჰქონდა ნიანგებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, თავზე განლაგებული თვალები, რათა წყლის ზედაპირზე ხედვა შეძლებოდა და გამძლე ცხვირის ღრუ, რომელიც შესაძლებელს ხდიდა წყალში ჩაფრული ნადირობისას ესუნთქა. ეს იყო ნიანგის ძუძუმწოვრული ვერსია, ბეწვითურთ. მაგრამ კონვერგენტული ევოლუცია აქ ამთავრდება. ერთ-ერთ ეტაპზე თავად ნიანგებმა შექმნეს სტომატოსუჩუს, ვეშაპის საკუთარი ვერსია. ეს გვიან კრეტაული პერიოდის ნიანგი სპინოსაურუსთან ერთად ცხოვრობდა და სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას ეწეოდა. თანამედროვე პელიკანების ან ბალენის ვეშაპის მსგავსად, მას დიდი, მოქნილი ყბები ჰქონდა, რომლითაც ერთბაშად კლაპავდა თევზებს და თუნდაც მცირე ზვიგენებს.
თუმცა ბალენის ფირფიტების ნაცვლად, სტომატოსუქუსს ჰქონდა პატარა, ერთმანეთში ჩაჭედილი კბილები. ერთგვარი ბიოლოგიური ზმეიკა, რომელიც ნებისმიერ არსებას აკავებდა, ვინც მის პირში მოხვდებოდა. ისინი საკუთარი ეპოქის უდიდეს წყლის მტაცებლებს შორის იყვნენ. მოზრდილები დაახლოებით 10 მეტრამდე იზრდებოდნენ. წყლის ბინადრები ერთადერთი ორგანიზმები არ იყვნენ, რომლებმაც კონვერგენტული ევოლუცია განიცადეს. ეს მოვლენა ხმელეთზეც ფართოდ გავრცელდა. ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი არის სამხრეთ ამერიკის ცრუ მარტორქები. როგორც ვიცით, მარტორქებმა გიგანტური მასა და ძლიერი ცენტრალურად განლაგებული რქები განივითარეს გამოჩენისთვის, დაცვისთვის და მოწინააღმდეგეების დასაშინებლად. ისტორიის განმავლობაში მრავალმა სხვა სახეობამაც დამოუკიდებლად მიიღო მსგავსი სტრუქტურა. მაგალითად, კერატოპსიდმა დინოზავრებმა ასევე განივითარეს უზარმაზარი წინარქები. თუმცა ყველაზე უცნაური, საერთოდ დინოზავრი კი არა, ძუძუმწოვარი იყო, თოქსოდონი. ეს ცხოველი იყო მასიური, მოკლე, წინარქა ჰქონდა და სხეულის ფორმით ძალიან გავდა თანამედროვე მარტორქებს. იმდენად, რომ თავდაპირველად პალეონტოლოგები თოქსოდონს მარტორქების გვარის წარმომადგენლადაც კი მიიჩნევდნენ, სანამ მისი რქის ნამარხები აღმოაჩინეს. თუმცა თოქსოდონი ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკაში, რეგიონში, სადაც ნამდვილი მარტორქები არასოდეს ყოფილან. ის ბინადრობდა ჭარტენიან ჭაობებს, მდინარეებსა და ტბებს შორის. გაჩნდა დაახლოებით 11 მილიონი წლის წინ და გადაშენა დაახლოებით 4 მილიონი წლის წინ. თოქსოდონი ეკუთვნოდა გადაშენებულ რიგ ნოთო უნგულათას, რომელიც 60 მილიონ წელზე მეტი პერიოდში იყო გავრცელებული და 150-ზე მეტ სახეობას აერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ მარტორქებთან პირდაპირი ნათესაობა არ ჰქონდა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ თოქსოდონი და მარტორქები ძალიან შორეული ნათესავები არიან, ევოლუციამ ისინი თითქმის იდენტურ არსებებად აქცია. ეს არ არის პროტომაიმუნი და არც პრიმატების წინაპარი, არამედ სუმინია, ქვეწარმავალი, მაიმუნის მაგვარი არსება, რომელიც 268 მილიონი წლის წინ, პერმის პერიოდში ცხოვრობდა. ის ზომით პატარა მაიმუნებს ჰგავდა და დამოუკიდებლად განივითარა. ჰქონდა მაიმუნის მაგვარი ნიშანი, მოჭიდებაზე ორიენტირებული კუდი და სრულად საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ცერა თითები. რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, მან ეს მახასიათებლები მაიმუნების გაჩენამდე 200 მილიონი წლით ადრე განივითარა. ახალმა მტკიცებულებამ ასევე აჩვენა, რომ მას ოპონირებადი თითებიც ჰქონდა, რაც მას ქვეწარმავლურ მაიმუნთან ყველაზე ახლოს მდგომ არსებად აქცევს. სუმინია ხეზე მცხოვრები ცხოველი იყო. მოქნილი ხელების, ფეხების და კუდის საშუალებით გადაადგილდებოდა პერმის პერიოდის დღეებში. სუმინია სავარაუდოდ ხორცს არჭამდა. მას არ ჰქონდა ეშვები, მაგრამ ჰქონდა ფოთლების დასაჭრელი კბილების, რაც მიუთითებს ბალახის მჭამელ დიეტაზე. ის მოჭიდების უნარიან კიდურებს იყენებდა ტოტებზე დასამაგრებლად, სანამ იქვე იმყოფებოდა და იკვებებოდა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად შესამჩნევია კონვერგენტული ევოლუცია. ასეთი გამოკვეთილი მაგალითები იშვიათია, მაგრამ ისინი ცხადყოფს, რაოდენ დიდია გარემოსა და ეკოლოგიური ნიშების გავლენა სიცოცხლის ფორმირებაზე. ხშირად სრულიად უცნობი და არანათესავი სახეობებიც კი მიყავს მსგავს გადაწყვეტილებებამდე. თქვათ გიგანტური პანდა, დიდი მცოხნელი, რომელიც ნახევრად ორფეხა პოზაში იკვებება. მოულოდნელად, რამდენიმე ცხოველმა განივითარა მსგავსი აგებულებაც და ცხოვრების სტილიც. გიგანტურმა ზარმაცამ მეგათერიუმმა, უცნაურმა ხალიკოთერებმა და თერიზინოზავრუსის მსგავსი დინოზავრებმა, რომლებიც ზუსტად პანდებისა და ზარმაცების მსგავსად გრძელი ბრჭყალებით ჩამოქონდათ ტოტები და ფოთლებს აძრობდნენ. ეს კონვერგენციები გაფიქრებინებს. ცხოველები ოდესმე რომ არ გადაშენებულიყო, ნეტავ რამდენად განსხვავებული იქნებოდა სამყაროს დღევანდელი იერი. და პასუხია? ვინ იცის?